რომელი სცენა იყო ისეთი, რომელზეც გიფიქრია, რომ აი ეხლა ამ სცენას რო ვითამაშებ, ამის მერე აფეთქდება ინტერნეტი. ხო, ერთ-ერთი ყველაზე ალბათ ისეთი დასამახსოვრებელი მომენტი და ეპიზოდი, ალბათ მაყურებლისთვისაც საინტერესოა, ჩემთვისაც სათამაშოდ იყო ჩვენი ჩხუბის სცენა, როცა პირველად ხვდება კატო დიტოს, როცა იგებს რომ უღალატა ფოტოს როცა ნახულობს. დაუჭი, დაუჭია, გოგო, რა ცირკებს მიდგა? მე გიდგამ ცირკებს დიტო ის გოგო წერდა მოგონილია. იმის დაძაცი მოვწყა, რა გეყვირებს მე? შენ დანახო აღარ მინდა მეზისხება ჩმორი კაცები, ჩემს ეჭვია რომ და შენ თვითონ რა დღეში ხარ? აუ, ეხა გაჩუმე, თორემ არ ვიცი რა. ვაფშე გააჩუმე შენი ნაშები და გააჩვი აქედან. აი, ბიჭო, ვიჟი ხარ ახლა. ბრატა, აღარ მოხვიდე შენ დავყავო. ეკასიაცი. საინტერესო სცენა იყო, იმიტომ რომ გადავწყვიტეთ რომ ერთი უწყვეტი კადრით გადაგვეღო და ეს იცით რომ ძალიან რთული გასაკეთებელია, განსაკუთრებით როცა ბევრი მსახიობია სცენაში და როცა მით უმეტეს ესეთი ემოციური სცენაა, რომ ანუ კამერაც იდეალური უნდა იყოს, ორივე მსახიობი კმაყოფილი უნდა იყოს თავის თამაშით, რეჟისორი და ასე შემდეგ და იყო ძალიან ემოციური და ესეთი კარგი სათამაშო სცენა, რაც ძალიან სასიამოვნო სათამაშო იყო, მით უმეტეს კოტესთან, რომელიც ნუ არაჩვეულებრივი მსახიობი იყო და გახსოვს თავს როგორ იმართლებს? ზუსტად არ მახსოვს სიტყვით, მაგრამ ფოტოშოპს ახსენებს მგონი ხო, ჩასმული. ხო, მე არ ვარ ჩასმულია ფოტოშოპის ჩემი თავი. საქმეზე იყავი, ხო? ხო, საქმეზე ვიყავი, რას მიხვირი ხარ მე? ეს არის შენი საქმე, დიტო? ხო, ეს არის რა, შეჩება, შეგონი ეს მე ვარ? ფოტოშოპია, თო? რა? ვაფშე არ არის ჩემი თავი, ბოზიშვილი ვიყო. უბრალოდ თავი ჩემია, მაგრამ ჩასმულია ვიღაცის სურათში.